რაჭაში ქართული ოცნების წარუმატებელი წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება დღეს. ოცნების ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით დარახველიძე ჯვარისელებმა სოფლიდან გააგდეს. დარახველიძე, რომელიც ვარდების რევოლუციამდე რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი იყო, რაჭველებში კორუფციასთან, უდენობასთან, კრიმინალთან და უკანონო გარიგებებთან ასოცირდება. იგითი ამ სოფლელი ვლაპარაკს რომ არაფერი არ გაგიკეთებიათ თქვენ ამათამა გააკეთეთ არ გაგცემთ თქვენ ჟურნალისტი თუ ხართ მითხარით დაიწყო მე მომეწონა რომ კარგად დაიწყო თქვენზე რო საუბრა და არ დაიწყო თავის მიღწევებით ეს პლუსი დაიწერა იმიტომ რომ ვერც დაიწყებდა პრინციპში თავის მიღწევებზე იმიტომ რომ რაცა გუბერნატორი იყო არაფერი არ გაუკეთებდა ათეთრად ნაყიდი მიწები გაქვს მიპასუხობ შეგიძლია კი მე რატო არ წამო ეს პრომხოზი ხო დაშალე იქნებ მიწებთან დაკავშირებით კონკრეტულად მიპასუხოთ რა გიპასუხოთ გენაცვალე კონკრეტულად რა კონკრეტულად მიპასუხოთ ან იყიდეთ თუ არა მიწები ვიყიდე შენ გენაცვალე მიწები რამდენი არმა ფართო 4.5 ჰა კი ბატონო, რამდენად იყიდე? არ მახსოვს რამდენადაც სახელმწიფომ გაყიდა. დარახველიძე სოფელში მხოლოდ რამოდენიმე ჯვარისელი დახვდა ხალხის სიმცირეს მაჟორიტარობის კანდიდატმა თავისებური ახსნა მოუძებნა. მხარდამჭერთა განსაკუთრებული სიმცირე ჯერ ორგანიზატორს, შემდეგ კი ხელისუფლებას დააბრალა. ხდა ის რომ არასწორად დაურიგეს საათი, მეორე მიზეზი იყო, შეიძლება შემთხვევითობად ჩაითვალოს, თუმცა ხელისუფლება მოინდომა გზის შერემონტება იქ, სადაც ჩვენ მივდიოდით შეხვედრაზე. ანუ დაახლოებით 10 კილომეტრის გავლა მოგვიწია ზედმეტი და 1 კილომეტრის ფეხით გავლა მოგვიწია, ეს მოხდა სოფელ სადმერში. როდის დაიწყო ხელისუფლებამ გზის გაკეთება? როდესაც გამოცხადა არჩევნები, მაშინ დაიწყო გზის გაკეთება. და დღევანდელ დღეს დაემთხვა დარახველიძე სოფელში ყოფილ ფეხბურთელთან მანუ ჩარმაჩაიძესთან ერთად მევიდა, თუმცა ჯვარისელებმა არც მისი მოსმენა ისურვეს. ის რომ რაჭველებისთვის ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს გუბერნატორობის მუშაობის პერიოდში არაფერი გაუკეთებია ქართული ოცნების წევრმა და დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორმაც დაადასტურა. შეხვედრის ორგანიზატორი. მე ჩვეულებრივი მოქალაქეა, სხვა არაფერი არ ყოფილა. სხვა არაფერი არ ყოფილა, ამცალია. თქვენთვის ცნობილი არის ბატონი დათოს კორუმპირებულობის ამბავი? ის ასოცირდება ბატონმა დათომ რა გააკეთა? დათო არაფერი არ გაუკეთებია. ბრალდებებისა და წარსულის შეხსენების შემდეგ ოცნების კანდიდატმა ჟურნალისტთა კითხვებს ვერ უპასუხა და ტერიტორია საკუთარ დაცვასთან ერთად მალევე დატოვა. მიზეზად კი აუხსნელი შიში დაასახელა. დარახველიძემ პასუხი ვერც იმ ადამიანებს გასცა, რომლებიც ქართული ოცნების ამბროლაურის მაჟორიტარობის კანდიდატს კორუფციასა და უკანონო გარიგებებში ადანაშაულებდნენ. ბატონი დათო მხარდამჭერებს რატომ დადიხართ? ანუ ნაკლები ხალხი გვხვდება სოფელში. მეშინია და იმიტომ დავდივარ. ისე შიში გაქვს. აი ამისანებმა ხულიგნება რო არ მცემონ. დაცვით დაბრძანებით ანუ. ხო, დაცვით დავდივარ. მაგრამ სამწუხაროდ შეიარაღება არ აქვს, იმიტომ რომ უფლება არ აქვს რა. თორემ მივლიდით ალბათ. რომ მქონდეს ახლა უფრო დიდი უფრო ტანკი რომ მყავდეს, ტანკით ვივლიდი რა.